სიახლე მინანახწევს, სიღარიბე ყველაზე მეტად გჭრის თვალს. სვანურ სიმდიდრედ რატომღაც მარტო მთები და კლდეები ითვლება. თუმცა აქ ისეც ხდება, რომ დღეში კილონახევარი ოქრო ციდან არა, მაგრამ წყლიდან ან მიწიდან შეიძლება ხელში ჩაგივარდეს. ენგურის პირზე შეფენილი სოფელი იელი მესტიდან არც ისე შორს არის. აქ რამდენიმე კომლიღა ცხოვრობს. ძირითადი შემოსავალი საქონელი, კარტოფილი და არც მეტი და არც ნაკლები ოქროა. თუმცა მდიდრად აქ მაინც არავინ ითვლება. არც ყველაზე ხნიერი ოქროს მაძიებელი ჰუსეინი და არც მამედა, რომელმაც ერთხელ ზუგდიდის ბაზარში კარტოფილთან ერთად კვერცხის ოდენა ოქროს გადაცვლად სცადა. მაშინ ოქროს გაყიდვას კანონი კრძალავდა. მაგრამ ოქროს საწმისის ქვეყანაში რუსეთმა თავისი კვალი სვანეთშიც დატოვა. აქ ძველი, მაგრამ არა წინაპრების, არამედ რუსების დანატოვარი იარაღით ოქროს მოძიებას მაინც ახერხებდნენ. წირი მოსავალი აღებულია. საქონლის ჩამოყვანის და დაბინავების შემდეგ სვანები ნიჩბები და სათრით ენგურზე ეშვებიან. როცა ენგურზე წყალი კლებას იწყებს, ფაში ყინული დნობას აჩერებს და სვანეთში სიცივეები იწყება, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ სვანური ოქროს ციებ-ცხელების სეზონი იხსნება. ტაფჩანი, ჟოლოფი, წერაქვი, ტაფა და ნიჩაბი ეს ის აუცილებელი ნივთებია, რითაც დღეს სვანი ოქრომთხეელები, ანუ ოქროს მაძიებლები ენგურზე ოქროს ეძებენ და პოულობენ კიდეც. ამ საგნებმა ტრადიციული ძველებური ცხრისა და ხფოს-ტყავი შეცვალეს. ოქრო ენგურში პატარა შენაკადს, ცერს ჩამოაქვს და ილექება. ოქროს მაძიებლებმა იციან სავარაუდოდ სად შეიძლება იყოს ოქრო და მდინარის კალაპოტის გადაკეტვას იწყებენ. ენგურს სხვა მიმართულებით აგდებენ, დამბას აკეთებენ და წყალში ხის ჟოლოფებს, ხის ღარებს ყრიან. წყალს გადავუღობავთ ხოლმე და გადავუშვებთ მეორე მხარეზე. და იმ გავაშრობთ ამ ადგილას, სადაც ოქრო გვეგულება ხოლმე და იქ ვნახავთ უკვე ოქროს. იქ სადაც მდინარე უხვევს, ოქროს სიმძიმის გამო ნელ-ნელა ფსკერზე ან ნაპირზე ილექება. ნიშანს წითელი ქვები იძლევა. პოულობენ წითელ ქვას, ესე იგი სადღაც ახლოს ძვირფასი მეტალია. თუმცა ის მიწაში არ ჩანს. აქ ისევ მდინარე და ჟოლოფია საჭირო. რა ადგილასაც ოქრო უნდა იყოს საერთოდ. ურებია ქვა წითელი. რუსულად ქვია მაგას სპირიტი და ქართული მეგონია მაგისი არის სახელი არც ვიცი. და სადაც ის ფარი იქ ოქრო იქ. იქ არის, ეს ილექება ძირს და ოქროს ხომ ძიმეა. მაგას ურებია კიდე ტყვია. არის მაგალითად მდინარის დინება. ოდის და პავარობს აკეთებს მდინარე. საიდანაც პავარობს აკეთებს, იქით არ ტოვებს და მეორე მხარეზე გააქვს. და იმ ადგილებშია ძირითადად ეს ოქრო. მიწას მდინარეში ჩადებულ ჟოლოფში ყრიან და ტოვებენ. შემდეგ ტაფაზე გადააქვს და წყალში ავლებენ. ოქროს ნამცეცები ტაფაზე რჩება. შედარებით დიდი ზომის ოქრო ჟოლოფის პირველ კბილანებში. აი ოქრო აგერ. ოქრო. ეს ნამდვილი ოქროა? ეს ნაღდი ოქროა, ეს არის ბაჯაღლო. და რამდენი გრამი იქნება ეს? ეს იქნება დაახლოებით გრამ-ნახევარი. ამ თვითნაბადი ბაჯაღლო ოქროს წონა, როგორც ოქრომთხეელები ანუ ოქროს მაძიებლები თვალით ატყობენ, გრამ-ნახევარი იქნება. თუმცა არის წვრილი, ტაფებზე დარჩენილი ოქროც. მათი წონა მილიგრამებშია, მაგრამ ერთად შეკრებილი უკვე გრამებს ითვლის. უფრო მეტი რო გვემუშავა, შეიძლება უფრო მეტი მოგვენახათ დღეს. მოვნახავდით ალბათ თვითონ 9 გრამს კაცზე ალბათ მოვნახავდით. ეს უკვე რამდენი ვიპოვეთ? დღეს უკვე ვიპოვეთ 2 გრამამდე. 2 გრამი ვიპოვეთ უკვე. დაახლოებით 2 საათი ვიმუშავეთ და მაგი ამ 2 საათის მუშაობის წინ არა უშავს ეს 2 გრამი კარგია რო იპოვო. სტალინის მითითები და ძველი ლეგენდების მიხედვით 40-იანი წლების დასაწყისში აქ ჯერ რუსი გეოლოგები, შემდეგ კი ინჟინრები ამოსულან. წარმოება არც ომის დროს შეწყვეტილა. სვანები, რომლებიც ოქროს ეძიებდნენ, ომშიც არ მიყავდათ. ნაპოვნი ოქრო თურქსენებში, ჩაბარებულ პუნქტებში ნატურალურ პროდუქციან საყოფაცხოვრებო ნივთებზე იცვლებოდა. ომის დროს აქედან ხალხი ჯარში არ მიყავდათ, იმიტომ რომ ხალხი დასაქმებული იყო აქ ოქროს პოვნაზე და ოქროს მუშაობაზე. და თუ მაგალითად ერთ დღეს დღიურდა დღეს გააცდენდით, 12 დღე იყო პატიმრობა. ჩვენ სოფლიდან მაგალითად თვეში ბარდებოდა 16 კილოგრამი ოქრო. ლასილის ხეობიდან. ეს სუფთა 99% ჩერვონი ზოლოტა. ასეთია რუსები ციგნები ეძახიან ამასაც. თვეში 16 კილოგრამი ძვირფასი მეტალი ეს ყველაზე მცირე იყო, რასაც მარტო ერთი სოფელი აბარებდა. შემდეგ ოქროს მოპოვება აიკრძალა. დღეს კი აქ უკვე ბრიგადად შეკრული სვანები მუშაობენ. თითო ბრიგადა ხშირად კილოზე მეტ ოქროს პოულობს. შემდეგ ყიდის ან ცვლის. აქ შეხვდები იშვიათად პესოგ ოქროს. თუ არის თვითნაბადი ოქროები. არის გრამიანები და გრამსდევით. და იშვიათობა არის კიდე რომ შეხვდე 100 მილიგრამიანს. 200 და 100. ყველაზე დიდი თვითნაბადი ოქრო რაც გინდა. ყველაზე დიდი თვითნაბადი ოქრო მე რაც მინახია საერთოდ 250 გრამი. ჩაბარე და გაყიდე? არა, არ ჩამიბარებ.
ეს იყო მთლიანი ბრიგადის. დაახლოებით ვიპოვეთ კილო 200 ვიპოვეთ, მაგრამ ეს პესოკით და ერთი იყო ერთიანი 15 გრამიანი. და ის მე ვნახე და პირადად მეც მომაყუთნეს ეს თქვენი იყოსო და მე მაჩვიქეს ის ოქრო. წავედი ზუგდიდში გასაყიდად მაგისი და მაგრამ მან და მაინც ის დავწოვე სახში და დავიტოვე იმისთვის ბეკდებისთვის და იმისთვის და მარტო ის შემსადა დანდარში ჩამომართვეს. გაყიდვის დროს. ზოგჯერ ისიც ყოფილა რომ დღეში 50 გრამიანი უპოვნია. და ყველაზე დიდი რამდენი იყო ბევრი? მე ერთი ნატეხი ვიპოვე 15 გრამი იყო. ო, ფრიანობაში ლაფათქით პროსტა ავიღე და იმას ამოყო. გაუკეთე ის რა ვიცი ჩავაბარე დედაჩემს და რა უყო არც კი. თუმცა ოქროს მოპოვება თევზაობას გავს. ბადა შეიძლება ერთბაშად დიდი თევზი მოყვეს, ან სულაც ხელცარიელი დაბრუნდე. ენგურიდან დაბრუნების შემდეგ მეორე ეტაპი იწყება. ოქრომთხელი ან ოქროს მაძიებელი ვერცხლისწყლით წვრილ ოქროს ერთად კრებს. შემდეგ საცერში ან უფრო ხშირად ნაჭერში გაატარებს. მატერიაზე დარჩენილ მასას ცეცხლზე გამოწვავს და სვანური 999%-იანი თვითნაბადი ბაჯაღლო მზად არის. აი ხა ეს რა პრობა აქვს ესე რო თქვა ამ ოქროს? ეს არის ზუსტად 3 ცხრიანი. ყველაზე მაღალი ხარისხი. 96%-იანი. ყველაზე მაღალი დიახ, ხარისხი. ყველაზე მაღალი ხარისხი. ბაჯაღლო. დიახ, ბაჯაღლო. ეს სვანეთის ოქრო. სვანეთის ოქრო. ეს ოქრო სვანეთში ყველაზე მეტად ფასობს. მას ოქრომჭედელი, გადამყიდველი ან კბილის ტექნიკი ყიდულობს. თვითნაბადი ბაჯაღლო სვანეთშიც რჩება. პატივისცემის ნიშნად სვანი თავის რჩეულს სწორედ ენგურზე მოპოვებული ოქროთი ნაკეთ საქორწინო ბეჭედს ჩუქნის.